მაშინ როცა თვალში ვიყურებოდი, ყანაც მქონდა, ვენახიც მქონდა, ბარავდი, თოხნიდი, ახლა არ შემიძლია. ვერ ვიყურებ, თვალებს ვერ კიდე კი გავაკეთებ, მაგრამ ვერ ვიყურებ. მე ვარ ნიურა ციმაკურიძე, 85 წლის. ცხოვრობ ზესაბონის რაიონის ქვედა საზანოში. სპეციალობით ვარ ელექტროტექნიკოსი. მუშაობდი ფერაშენებათა ქარხანაში, მაღალ ძაბაზე. 51 წელი. ყავდა 3 შვილი, მაგრამ ერთი შვილი ავტობუსის გაჩერებაზე გარდამეცვალა ფილტვის ტრომბით. 2 სასწრაფო მოვიდა და მომიყვანეს სახლში. 3 შვილი მყავს, 3 შვილთაშვილი. თვალის პრობლემა შეხვდი და აქ მომხვდა ეს ნაჯაგი რო დავარტყი. პასტასავით პატარა წკირი მომხვდა და მე არ მივახციე ყურავდება, იმიტომ რომ აქეთ თვალში ვიყურებოდი და მე დაგვიანებული იყო ოპერაცია რო გავიკეთე, უკვე დაგვიანებული იყო 5 წელი. გლავკომა დამემართა მე და ორივეში მაქვს გლავკომა. წულუგის რაიონის სოფელი მათხოვში ბავშვობა. როგორი ბავშვობა გქონდა? ახალი დამთავრებული იყო ომიც, იყო ცხოვრება. მამა ომში წაიყვანეს, ქერჩში ჩავარდა, იქ გადაასახლეს, მე დაგავარი ქონდა დაწერილი დაუმთავრდა და ჩამოვიდა მე დედას 4 შვილი ვყავდით. დედამ 4-ვე გაგზარდა. მე ასე ვისწავლეთ. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაემართა. ცეროზი ქონდა. შვილი ყველაფერს ხელს მიწყობენ ხო და შემონარჩუნებია სიცოცხლე აქ. ნურიკო ფალკოზე დახვდა. დავახარ ნურიკო. და როგორ ახერხებთ მარტო ცხოვრებას? ისინი მოდიან მანქანა ყავთ რამე და დაასუფთავებენ ყველაფერს, იგი სწავლენ მე და დანარჩენს ახლა ასე პატარა საქმეს იმას მივაკეთებ. კი მიჭირს, მაგრამ რა ვქნათ ახლა თავზევი ძალა არ არის. ყოველ დილით ვარჯიშს ვაკეთებ, ჯოხით გავყვები ხან კედელს ხან იმას და ასეთნაირად. სად არის? მეზობლებიც აღარავინ აღარ არის. დაეცალა სოფელი აღარ არის. კი რომ მოკვდი ადამიანი ისიც არ იქნება გამსვენებელიც. კარგი იყო როცა მეუღლე მყავდა ბავშვები, შრიამული, სიხარული. ყველაფერი იყო და დღეს რა ვქნათ? მე მიყვარს სიყვარული არის თავარი. ყველანი მიყვარს, მეზობელია თუ შინაურია თუ ოჯახის წევრია, ყველანი ძალიან მიყვარს.